შფოთვების და შიშების დროს ადამიანი იწყებს მოქმედების მთელ კასკადს, რომ აიყვანოს კონტროლში საკუთარი ცხოვრება, თუ საკუთარი ის საკითხი, რასაც საფრთხე ემუქრება და იწყებს აი მოქმედებებს კონტროლის გააკონტროლოს სიტუაციები. მაგრამ ნახეთ, ძალიან მალე ადამიანი გააცნობიერებს, რომ ეს კონტროლის მოქმედებები დროებითი დამშვიდების მექანიზმია, რომელიც შეიძლება სულ რაღაც არ ვიცი 1 საათი გამშვიდებდეთ და ისევ ხვდები, რომ სიამოვნებაში არაფრის გაკონტროლება არ შეგიძლია, რაც შეიძლება ცხოვრებაში მოხდეს მინიმუმ ალბათობით. და ამიტომ ეს არის ჩაკეტილი წრე, ნახეთ, შფოთვა, კონტროლის მოქმედებების შემდეგ უნდობლობა მიხვედრა, რომ ეს ვერ მოგცემთ სიმშვიდეს ეს ქმედებები, ისევ შფოთვა, შემდეგ ისევ ამ შფოთვის ვერ გაძლება და ისევ მაკონტროლებელი მოქმედებების გაკეთება. აი ამ წრეში როგორ ზაზუნა ტრიალებს ადამიანი. პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ ამ შემთხვევაში, ამ მოქმედებების ამოღება არის, იმიტომ რომ ფუჭია ეს მოქმედებები და ამ მოქმედებებს, მაკონტროლებელ მოქმედებებს მიყავხართ ნევროზამდე. ეს არის ნევროზი. რაც არის გასაკეთებელი, ეს არის შფოთვა, რომელსაც ვერ უმკლავდებით, ამის სხვანაირად გამკლავების მეთოდები.